აჯარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პროგრამული ბიუჯეტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ექსპერტებმა აჯარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 2014-2017 წლების ბიუჯეტზე იმშელეს. ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 3.912.900 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტზე თითქმის 2 მილიონის ნაკლებია. შეხვედრის მიზანს სამინისტროს ბიუჯეტის პროგრამებში სამოქალაქო სექტორის აქტიურად ჩართვა წარმოადგენს, რათა ყველა პროგრამა მომავალში უფრო ეფექტური იყოს. განხილვას სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეცრებოდნენ. ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია გახავთ ის, რომ პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპზე მზადდება, პროგრამის კონცეფციასთან ერთად იყოს მოქცეული მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, იყოს გამართული, იყოს გათვალისწინებული ყველა მეთოდოლოგიური რეკომენდაცია, რაც ითვალისწინებს დღევანდელი კანონმდებლობა, შინაარსობრივად იყოს წარმოდგენილი სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს იქნება მისაღები დასამტკიცებლად. ჩვენ არ ვეხებით შინაარსობრივ მხარეს, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით მათ მეთოდოლოგიურად, სტრუქტურულად ამის ჩამოყალიბება. დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ შეხვედრათა კომპლექსებიდან, რაც უნდა შედგეს სამომავლოდ. ეს არის USAID-ის დახმარებით ხდება ტექნიკური დახმარების გაწევა საბიუჯეტო პროცესის უყოფასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის განიხილება ყველა მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტების დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარებების გაწევა. პრიორიტეტის შესაბამისად ხდება იმ პროგრამული ნაწილის გათვალისწინება,